გამარჯობა. დღეს მოდით ჩაუღრმავდეთ ბუნების ალბათ ყველაზე უცნაურ და ხანდახან შოკის მომგვრელ ხერხებს. იცით, რასაც ცოცხალი არსებები გადარჩენისთვის იყენებენ. საინტერესო თემაა ნამდვილად. აქ იქნება თავგანწირვა, სხვისის სხეულის პირდაპირი მართვა, ისეთი გარდაქმნები, ფანტასტიკის სფერო გეგონებათ. ხო, ჩვენს ხელთარსებული მასალებიც მრავალფეროვანია. გვაქვს კონკრეტული მაგალითები, მწერებიდან დაწყებული თევზებით, ამფიბიებით დამთავრებული. და თან თეორიული ჩარჩოც ვთქვათ რიჩარდ დოკინსის ეგოისტი გენის იდეა, რომელიც გვეხმარება ამ ქცევების ახსნაში. გასაგები, ჩვენი მიზანია ერთად გავერკვეთ ამ ყველაფერში, ხო? სიცოცხლის შენარჩუნების ამ საოცარ სტრატეგიებში. ზუსტად. კარგი, მოდით დავიწყოთ იმით, რასაც ალბათ უკიდურესი თავგანწირვა შეიძლება უწოდოთ. მაგალითად, გამიგია ასაფეთქებელ ჭიანჭველებზე. Camponotus saundersii. დიახ, კოლობოფსის ექსპლოდენსიც არის მსგავსი. ხო, წარმოგიდგენიათ. კოლონია საფრთხე ემუქრება და მუშალ ჭიანჭველა. ფაქტობრივად ფეთქდება. სკადება. კი, და თავისი სხეულიდან ტოქსიკურ წებოვან სითხეს აფრქვევს, მტრის შესაჩერებლად. ეს ხომ ფაქტობრივად თვითმკვლელობაა. ასია. მაგრამ ეს პირდაპირ გვაკავშირებს იმ ეგოისტი გენის იდეასთან, უფრო სწორად ნათესაურ გადარჩევასთან. იდეა ისაა, რომ თავარი არაა მაინც და მაინც ინდივიდის გადარჩენა, არამედ მისი გენების. როცა ეს ჭიანჭველა თავს წირავს, ის ეხმარება თავის დებს, რომლებთანაც ძალიან ახლო გენეტიკური კავშირი აქვს. გადარჩნენ და გამრავლდნენ. გენის გადმოსახედიდან ეს თავგანწირვა, გენეტიკურად გამართლებულია. გასაგებია. თითქოს ალტრუიზმია, მაგრამ რეალურად გენების ეგოიზმია. ხო, ასე ვთქვათ. მსგავსი პრინციპია ფრინველი, რომ მტაცებლის ყურადღებას იფანტავს ბუდიდან. გასაოცარია, მაგრამ არის უფრო პირდაპირი ფიზიკური მანიპულაციებიც. ციმოთოა ეგზიგვა, ენის მჭამელი ტილი. კლასიკური მაგალითია. საშინელებაა. ეს პაკარა კიბოსნაირი. თევზის პირში შედის, ხო? ლაყუჩებიდან. კი. ენას ემაგრება მერე. მერე იწყებს მისი სისხლის წოვას, მანამ სანამ ენა, ატროფირდება რა, გახმება და ჩამოვარდება. და მერე რა შვება? მერე თავად ეს პარაზიტი ემაგრება ენის ძირს და ფაქტობრივად მის ფუნქციას ითავისებს. რა? თევზს ცოცხალი პროთეზი აქვს ენის მაგივრად. და შეუძლია კვებაც კი განაგრძოს. ეს ერთადერთი ცნობილი შემთხვევაა, როცა პარაზიტი მასპინძლის ორგანოს ფუნქციურად ანაცვლებს. წარმოუდგენელია, მაგრამ თქვენ თქვით, პარაზიტების მანიპულაცია ხშირად ქცევითიაო. ხო, მაგალითად, ტრემატოდი ჭიები, პატარა კიბოსნაირებს, ამფიპოდებს აინფიცირებენ. და მერე რა ხდება? ზომბირება ახსენეთ წეღან. დაახლოებით, ინფიცირებული ამფიპოდი კარგავს შიშის გრძნობას, კაშკაშა ფერისდება და ზედაპირისკენ მიცურავს. ადვილი სამიზნე ხდება ფრინულებისთვის. ზუსტად. ფრინველი კი ჭიის განვითარების შემდეგი ეტაპისთვისაა საჭირო. პარაზიტი აიძულებს მასპინძელს თავი მოიკლას, ოღონდ ისე, რომ პარაზიტმა გამრავლება შეძლოს. კორდიცეპსის სოკოც ხომ მსგავსია. ჭიანჭველებს რომ აკონტროლებს. კი, ოფიოკორდიცეპს. ისიც აიძულებს ჭიანჭველას კონკრეტულ ადგილას ავიდეს და მოკვდეს. იდეალურ ადგილას სოკოს სპორების გასავსრლებლად. პარაზიტის მიზნები იმორჩილებს მასპინძელს. საშინელებაა. ზოგჯერ კი თავდაცვაა, არანაკლებ უცნაური. ის ბაყაყი ახსენეთ, კანს რომ იმტრევს. ბეწვიანი ბაყაყი, ტრიქობატრახუს რობუსტუს. დიახ. ბეწვიანი და ძვლებს იმტრევს. ხო, ბეწვის სინამდვილეში კანის გამონაზარდებია. საფრთხის დროს შეუძლია თითის ძვლები გაიტეხოს შიგნიდან და ბასრი ბოლოები კანში გამოაჩინოს, კლანჭებივით. საკუთარ ძვლებს იყენებს იარაღად? ეს უკვე რაღაც ზღვარს მიღმა. ნამდვილად უკიდურესი ფორმაა თავდაცვის. კიდევ გამიგია მიქსინებზე, hagfish, ლორწოს რომ გამოყოფენ. კი, მიქსინები სტრესის დროს უზარმაზარი რაოდენობის ლორწოს გამოყოფენ. ეს წყალში წებოვან სქელგელად იქცევა. და მტაცებელს. ლაყუჩებს უხშობს, აღჭოს ფაქტობრივად. ეფექტურია. ბომბარდირი ხოჭოც ხომ მსგავსი პრინციპია. ოღონდ იქ ქიმიური რეაქცია. მუცლის ბოლოდან თითქმის მდუღარე მწველ ქიმიურ ნარევს ასხურებს. პუმ! წარმოუდგენელია. და ბოლოს ის გაყინული ბაყაყი, ტყის ბაყაყი, რანა სილვატიკა. ესეც ფენომენალურია.
ზამთარში ფაქტობრივად იყინება. სხეულის 65%-მდე შეიძლება ყინულად იქცეს. ანუ კვდება. არა, გული უჩერდება, სუნთქვაც. მაგრამ გაზაფხულზე რომ თბება, უბრალოდ ხვება და ცოცხალდება. ეს როგორაა შესაძლებელი? რთული ბიოქიმიური პროცესებია მზრედების დაცვა ყინულის კრისტალებისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხდება. ეს მაგალითები გვიჩენებს, რა წარმოუდგენელ ადაპტაციებს წარმოშობს ბუნებრივი გადარჩევა. დარვინის ბრძოლა არსებობისთვის აქ უკვე ძალიან პირდაპირი და ზოგჯერ მართლა შემზარავია. მაშასე, მოკლედ რომ ვთქვათ, ვნახეთ ბუნების საოცარი არსენალი. თავგანწირული ჭიანჭველები, სხეულის ნაწილების მომპარავი პარაზიტები, ზომბირებული მსხვერპლები, საკუთარი ძვლებით მებრძოლი ბაყაყები და არსებები, რომლებიც სიკვდილ სიცოცხლის ზღვარს ლახავენ. დიახ, და ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხაზს უსვამს, რომ გადარჩენის ეს ბრძოლა ხშირად გენების დონეზე წყდება. და იწვევს ქცევებს, რომლებიც ინდივიდისთვის შეიძლება, ალოგიკური ან დამგუფელი ჩანდეს. თუმცა კრიტიკაც არსებობს, ხო, ამ ტერმინების გამოყენებაზე, ეგოიზმი, ალტრუიზმი. კი, რა თქმა უნდა, კრიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რამდენად კორექტულია ადამიანური ცნებების ასე პირდაპირ მორგება გენებზე ან ცხოველებზე, რომლებსაც არ აქვთ ჩვენი მსგავსი ცნობიერება ან მორალი. გასაგებია, ეს მნიშვნელოვანი დაზუსტება. და ბოლოს, მოდით დავუსვათ ჩვენს მსმენელს კითხვა. თქვენთვის როცა ვხედავთ ამ უკიდურეს, ხანდახან მართლა შემზარავ სტრატეგიებს, რომლებსაც ცოცხალი არსებები გადარჩენისა და გამრავლების ფუნდამენტური ინსტინქტების გამო მიმართავენ. რას გვეუბნება ეს ყველაფერი იმ პოტენციურ უკიდურესობებზე, რისი ჩადენად ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია, როდესაც მსგავსი ძლიერი ინსტინქტები ან, ვთქვათ, გარემოებათა ზეწოლა გვამოძრავებს. საინტერესო კითხვაა დასაფიქრებლად, ნამდვილად.